ეს აქედანაც ვხედავ. მოგესალმებით. დღეს ტრადიციულად 9 საათზე პარტია ჩვენ საგანგებო ეთერით გადის. შესაბამისად დღეს ეს გადაცემა მიმყავს მე პარტიის თანათავმჯდომარეს გიორგი პატარიძეს და სტუმრად ვყავს ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი, უფლებათა დამცველი ზაზა ხურციძე. ჩემი კლასელი ვერონიკა ჭკადუა 20 წუთის წინ დებს ესეთ განცხადებას პოსტს. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია დაბადების დღეზე. Long live America. დღეს ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ და არანაკლებ ამაყი ვარ, რომ ამერიკელი ვარ. ულოცავ დღევანდელ დღეს, დაბადების დღეს ვეკო ჭკადუას და ულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს. როგორც იცით, დაახლოებით 1 საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი, ამ რეჟიმის სულიერი ხელმძღვანელი და მამა, დაასანქცირა იგი და მისი ოჯახის წევრები. დაასანქცირა ყველა ის ადამიანი, რომელიც ფლობს და განკარგავს ბიძინა ივანიშვილის, უბრალოდ განკარგავს ბიძინა ივანიშვილის ქონებას. ამ გადაცემის დაწყება დღეს სრულიად სხვაგვარად მქონდა ჩაფიქრებული და სანამ ბატონ ზაზასთან გადავალ ამ თემაზე, რაზეც ახლა ვისაუბრე, მაინც მინდა და აუცილებლად მინდა უпростоრედ სამძიმარი გამოთქვა, პირველ რიგში სამძიმარი გამოთქვა იმ აზერბაიჯანის მოქალაქეების და მათი ოჯახების მიმართ, ვინც გუშინ წინ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იქნენ ფაქტობრივად მოკლული, თვითმფრინავი იქნა, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩამოგდებული და პილოტების დამსახურება, რომ რიგი აზერბაიჯანის მოქალაქე გადარჩა და ვრცელდება ის ვიდეო კადრები თუ რა მოხდა რეალურად გროზნოს თავზე და კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს და ასევე მინდა მიუსამძიმრო დღეს გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი, საქართველოს წინამოწვევის პარლამენტის წევრი ბატონი ბაჩუკი ქარდავა, მინდა მის ოჯახს, მის მეგობრებს და ახლობლებს ჩემი სახელით ჩვენი პარტიის თანათავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის და ჩვენი პარტიის სახელით მიუსამძიმრო. ახლა კი დაუბრუნდები იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს ბუკვალურად 1 საათის წინ მოხდა. ბატონო ზაზა, ჩვენ მოვესწარით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ ბუკვალურად 1 საათის წინ ოფიციალურად ხაზინამ დაასანქცირა ოლიგარქი ივანიშვილი და მისი რეჟიმი. როგორ ფიქრობთ, რა პერიოდში საბოლოოდ ჩამოიშლება ეს რეჟიმი? რას მოასწავებს ეს სანქციები ივანიშვილისთვის და ამ რეჟიმისთვის? გმადლობთ სალომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმები ამ ძალიან დაძაბულ პერიოდში საქართველოს ისტორიის. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ისტორიული ფრაგმენტია ჩვენი მთლიანი დიდი ისტორიისა. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს, რომელსაც ასეთი ისტორიული საქართველოზე ვამბობ მე, ადამიანს კი არ გძლიერთ საქართველოზე და მოქალაქეებზე ასეთი ისტორიული გამოცდილება აქვს, სხვა მტრებთან, სხვა სიტუაციებში აღმოჩენის და კიდევ მე რამდენჯერ ვარდებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი ხელისუფალი გადაუდგა საქართველოს და მის წინააღმდეგ უკვე საერთაშორისო საზოგადოებამ შემოიღო ასეთი სანქციები, კერძოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი მადლობელი ვარ ასეთი მხარდაჭერისათვის, რასაც ეს ორგანიზაციები და მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ საქართველოს მიმართ, რადგანაც ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რას მოიტანს ეს სანქციები, ზაზა, როგორ ჩამოიშლება ეს რეჟიმი? დიახ, და ამ მომენტში, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ჩვენს დემოკრატიის, ახალგაზრდა დემოკრატიის, მაინც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა დემოკრატია და მისწრაფება ჩვენი
მიუხედავად 30 წლისა, დიდი 30 წლისა, რომელიც გავიარეთ და მთელი ნახევარი ცხოვრებაა ზოგიერთი ადამიანისათვის და აქედან გამომდინარე ეს არის საწყისი ეტაპი და ეს არის სიგნალი იმის, რომ უახლოეს რამდენიმე ხანში, 2 კვირაში მაქსიმუმ 1 კვირაში ამ დღეებში მოხდება საპასუხო, ასე ვთქვათ, რაღაც რეაგირება ამ ხელისუფლების ხმლად, რომელიც რეალურად ჩამოშლილია შიგნით ქართულ ოცნებაშიც არის ძალიან დიდი ერთმანეთში დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა შეიძლება ითქვას, შინაგანად უკვე მათი მხარდამჭერებიც კი რომელიც იყვნენ ქართული ოცნების უკვე განუდგნენ რეალურად ეს არის განწყობებშიც იგულისხმება და მათ აგონიაში მყოფ ინტერვიუებშიც და იმ ყველაფერ ქმედებაში რასაც ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება რომელიც რეალურად არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით და ამით საზრდოობს შეიძლება ასე ითქვას მეტი სხვა მისი ლიდერი არაფერი არ გააჩნია და მისი ლიდერი ბიძინევანიშვილი არის პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ თავიდანვე დაიწყეს ძალიან ასე ვთქვათ გაფრთხილებების შემდეგ პირდაპირ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი რომელიც არის ავტოკრატი ოლიგარქი და მართავს საქართველოს აი ასე უხეიროდ როგორც მართავს და შეგვიყვანა აი ზუსტად მოხდება ამ ველოდებით უკვე რა რეალურად ჩამოშლას მე ესე ვფიქრობ და უკვე ახალ წლამდე განცხადებები უნდა გაკეთდეს მე ასე ვფიქრობ კი ბატონო მე ვუყავთ მაყურებელს რომელიც შეიძლება ჯერჯერობით აფლობდეს ინფორმაციას მინდა მცირე ციტატა მოუტანო იმ განცხადებიდან რაც 1 საათის წინ გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მოკლედ დღეს 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს და ამ განცხადებაში წერია შემდეგი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ წინ წაწია კრემლის ინტერესები და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანა რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი გადაწყვეტილება ამის შესახებ კიდევ ერთხელ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა და იგი კიდევ აღნიშნავს შემდეგს ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ხელი შეუწყეს ადამიანის უფლებათა დარღვევას და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს ზაზარ შემდეგი კითხვა ასეთი ფორმატში მინდა განვიხილოთ ქართული ოცნების რეჟიმი საკუთარ ამომრჩეველს უპირველეს ყოვლისა უყვებოდა ზღაპარს როგორც წინასაარჩევნოდ ასევე მას შემდგომ რაც მიიტაცა არჩევნები და ფაქტიურად მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და დამყარა რეჟიმი საქართველოში ზღაპარს უყვებოდა რომ აი სულ მალე 20 იანვარს იქნება არჩეული პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ ნელ-ნელა დავალაგებთ ჭყალებში ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ყველაფერი რაც ხდება მანამდე ეს არის რაღაცა გლობალური ომის პარტიის, რაღაცა deep space-ის და აი რაღაც მოკლედ მოგონილი პერსონაჟების მიერ შექმნილი ანტიქართული, ანტიეროვნული ნარატივი და აი დაველოდოთ 20 იანვარს. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რეჟიმის წარმომადგენლებისგან უკვე ფაქტობრივად წყმუტონს. რომ აიცით რა თავის ამომრჩეველს რო ესაუბრებიან და ბუკვალურად წყმუტონებენ, აიცით რა მთლად 20 იანვარსაც ნუ დაველოდებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ, ისევე როგორც ჩვენ რიგმა პოლიტიკოსებმა, ვინცაც მეტად ახლო ურთიერთობა გაგვაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგებოდა და ეს დღე ანუ გულისხმობ სანქციებს და ეს დღე დადგებოდა ეგრეთ წოდებული მომავალი პრეზიდენტის ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციამდე. რასაც უნდა მოყოლოდა და მოყვება ალბათ კობახიძის გასტუმრება და ასე შემდეგ. აი კიდევ ერთხელ რამ განაპირობა თქვენის აზრით ის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღარ დაელოდნენ 20 იანვარს, აღარ დაელოდნენ რაღაც პირობით თარიღებს და ეს სანქციები გატარდა დღეს. საქმე იმაშია რომ ამ ყველაფრის ჩვენ პოლიტიკურ კრიზისს აქვს გაკეთებული ანალიზი უკვე. ეს არა ვართ
მარტო ჩვენ, რომლებიც ანალიზს უკეთებთ საქართველოს მასშტაბით, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები, ამავე დროს ქვეყნები, რომლებსაც ინტერესი აქვთ საქართველოში და რა ინტერესებზე საუბარი, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გაკეთებული აქვს თავისი ანალიზი და მიწოდებული აქვს თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. ჩვენ ქართული ოცნება რეალურად ციდან უნდა დაუშვათ ქვევით, რომ ძალიან გრუბლებში დაფრინავენ რა. ზოგს გონია, რომ დემოკრატიული წყობილებები, რომლებიც არის ისეთები, როგორიც არის ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, ესეთი ლობიოები და ბუდიში ვიღაცა პატარა ბავშვები არიან. ესერი არიან დიდი მენეჯერები, პოლიტიკური, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი ანალიზის შემდეგ და სწორედ ამ ანალიზით დადგინდა, რომ სწორედაც რომ ხალხის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ახლა საქართველოს ხალხზე დემოკრატიულად განწყობილი ამორჩეველი, რომელიც რეალურად იქნა გადაგდებული ამ ხელისუფლების მიერ, სწორად გაგებული იქნა და ამავე დროს ის ინტერესები, რომელიც არსებობს საქართველოში, ეს არის რაც მე ვთქვი ამ ინტერესებზე, სწორედაც რომ ამის დაყრდნობით მოხდა სწორი გადაწყვეტილების მიღება და ზუსტად დასანქცირდა კი არა, უფრო მეც უნდა ველოდოთ. საქმე იმაშია, რომ ეს ქართული ოცნების ასეთი მიდგომები არის არა მარტო თავის წინააღმდეგ ხო არის საერთოდ და ადამიანმა რო ავნოს თავის თავს, ამავე დროს არის საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება და მათი გადაწყვეტილებები ეს არის საქართველოს დემოკრატიის არა მარტო მთელი საზოგადოებების საწინააღმდეგო, რომელიც ჩაგვაგდებს ძალიან ეკონომიკურ სიდუქჭერში, რომელიც მოგვიტანს პოლიტიკურ არასტაბილურობას და ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მართლაც პოლიტიკური კრიზისია და კრიტერიუმები აქვს ამ პოლიტიკურ კრიზისს, სწორედაც არის გამოვლინება, რომ ოპოზიცია და საზოგადოების უმეტესი ნაწილი და ოპოზიციის 100% პრინციპში და ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ კიდევ არიან ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო არ ცნობენ ლეგიტიმურად ამ არჩევნებს, არ ცნობენ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად, ამავე დროს საერთაშორისო ორგანიზაციების დაყრდნობით და მთელი ანალიზით დამტკიცებულია, რომ ეს ხელისუფლება არის უზურპატორი და ეს განცხადება შეიძლება ითქვას, რომ მე მაინც მგონია უფრო დაგვიანებულია, ეს უბედური დღეები არ მოჰყვებოდა კიდე ამას, რომ უფრო დაჩქარებული იყო ეს პროცესი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მადლობელი ვართ ამისთვისაც, რაც კეთდება ამ ხარდაჭერისათვის და საქართველოს ხალხმა ახლა უნდა გამოავლინოს თავისი ერთობლივი ეს მოქმედებები და აქტივობები. ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, რეალურად ანუ დასრულდა ქართული ოცნება, დასრულდა მათი ზღაპრები, დასრულდა ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი თუ რაღაცნაირად კიდევ ეცდებიან გამოძვნენ სიტუაციიდან, რაღაცა კიდევ ზღაპრები მოუყვნენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს, რომ იცით რა, მოდი კიდე დაველოდოთ, აი ხა კიდე ტრამპი მოვაი, როგორ ფიქრობთ თქვენ? ყველანაირ ეს არის მოთამაშე, რომელიც ბოლომდე ითამაშებს, აი მართლა იცოდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის თამაშს აქვს იმაზე მეტი აზრი და ჭკუა ამ მოთამაშეზე, რომელსაც დიდი პოლიტექნოლოგიები ყავს დაქირავებული და უძლიერესები, რომ ამერიკას არ კონდეს რამე ხერხი იმისა, რომ შეაჩეროს ეს ოლიგარქი, რომელიცაც უნდა კიდევ უფრო მეტი უზურპაცია გაუკეთონ ხელისუფლებას და ძალაუფლებას და უკვე, ახლა თქვენ წარმოვიდგინოთ ესეთი რამ, რა უნდა მოხდეს ისეთი, მე ვამბობ, რა უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას, უკან ვერავინ ვერ წაიღებს. კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ასეთი პირდაპირ სიტყვით სენატორისგან, საგარეო საქმის კურირების ვინც კურირებს იმასგან და აგერ ხაზინამაც დაამტკიცა, რომ დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, არასდროს არ თქმულა, ეს არ ყოფილა ასეთი ღია დახასიათება, რომ ეს ადამიანი ოფიციალურად არის კორუმპირებული და ის ბოდიშგირდით ის არის დასანქცირებული. აი ესაა მთავარი მომენტი, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უკვე პროცესი ისეთი შეუვალია, რომ რეალურად ამ ხელისუფლებას აგონიაში ყოფნის დროც კი არა აქვს რა. უცებ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუ არ უნდა მთელი ისტებლიშმენტი, რომელსაც პოლიტიკური ქართული ოცნების, მე ვამბობ, აი ეს ამხელა ნაწილი იქნას მთლიანად დასანქცირებული თავისი ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებით. კი, მე მინდა განუმარტო მაყურებელს, რომ აქამდე თუ განცხადებები კეთდებოდა, ერთ-ერთი ისიც აბსოლუტურად საკმარისი იყო, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი პრესდივანი.
დილით გაიღვიძა და ვინმე მილერმა, ბლინკერმა გადაწყვიტა რომ რაღაცა ინდივიდუალური განცხადება გააკეთოს, გასაგებია ხვდებით ალბათ რომ მსგავსი რამე არ ხდება და კიდევ ერთხელ მინდა გამმარტო რომ როგორც კი იქნა არჩეული პრეზიდენტი ტრამპი აი იმ დღიდან მოყოლებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი თუნდაც ჯერჯერობით დემოკრატების ადმინისტრაციის პირობებში, ის ყველა შემთხვევაში თანხმდება უკვე ახალ ადმინისტრაციასთან, ანუ მიმდინარეობს გადაბარების პროცესი ნოემბრის, დეკემბრის და იანვრის თვეებში ამერიკაში ეს ტრადიციულია, ეს ყოველი პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ ასე ხდება და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებულია მოქმედი და მომავალ ადმინისტრაციებს შორის. ასევე მინდა გამომარტო, რომ მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ რომ საკმარისი იყო კონგრესმენების, სენატორების, სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკის საელჩოს საქართველოში განცხადებები, რომლებსაც ძალიან ხშირად აბუჩად აიგებდნენ რეჟიმის წარმომადგენლები, ღლიცინებდნენ და ხუმრობდნენ და ნუ მოკლედ იმ მიმართულებით აღარ წავალ. სახელმწიფო ხაზინა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წონიანი და სერიოზული ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში, ვინაიდან თუ არის რომელიმე სახელმწიფო, ბიზნესი, ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისაც სურს რაიმე სახის ბიზნესის კეთება, რაიმე სახის მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის საზღვრებს გარეთ აღნიშნული სანქციების შემოღების შემდგომ ვალდებულია ეს სანქციები დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გადადის დარღვევის ტვირთი. ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადეკვატური სახელმწიფო, ჩრდილოეთ კორეას, ირანს და რა ვიცი, კიდე ერთ-ორ ესე კუთხეში შემწყუდელ ქვეყანას სახელმწიფოს თუ არ ჩავთვლით, არ არსებობს სხვა ადეკვატური სახელმწიფო, ორგანიზაცია, ბიზნესი თუ ინდივიდი, რომელიც ამ სანქციას უგულველყოფს. ევროკავშირმა და ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სავიზო შეზღუდვებზე, ევროკავშირმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ რეჟიმის ასე ვთქვათ, გამოსააშკარავებლად, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილის აი ქუთაისში რომ გაუკეთეს ვუდუ და არესია მოუნა და რუსთაველზე რომ დაიწვა კუბო და რომ პანიკაში რომ იყო, აი სასახლეში მოდი ესე ვთქვათ, იმ კუბოში ბოლო და ძალიან მსხვილი ლურსმანი დაუსო. აი იმერულად მინდა ვთქვა ეს სიტყვა, ვინაიდან ქუთაისში დაიწყო ეს პროცესი. აქედან გამომდინარე შეკითხვა მაქვს ბატონო ზაზა თქვენთან. გასაგებია ხაზინა, გასაგებია ეს მსოფლიო შეკრული მუშტი იქნება. ეხლა პრინციპში კიდევ ერთხელ სამხრეთ ამერიკა იქნება, აფრიკა, ავსტრალია თუ ნებისმიერი კიდევ ერთხელ სხვა სახელმწიფო, რომელსაც რაიმე სახის ნორმალური და ადეკვატური ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ის ამ სანქციებს ბოლომდე დაიცავს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რას იზამს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი? ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში უკვე ბოლო პერიოდი აქტიურად მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერო სამსახური, მასთან გადის კონსულტაციებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხო, დადის ეს ინფორმაცია უკვე თბილისში, საქართველოში, რას იმოქმედებს რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთი საქართველოში. რა არის გარანტი, ასევე აი შეკითხვის მეორე ნაწილია, რა არის გარანტი იმისა, რომ ეს ჩვენ რაღაცა ფორმით, ანუ რუსული ინტერვენცია პირდაპირ ირიბით თუ საშუალო შევაფერხოთ. დიახ, ეს ერთ-ერთი გამოწვევაა პრინციპში, შეიძლება ასე ითქვას. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო თანამეგობრობის, ასევე საქართველოს საზოგადოების მხრიდან. აი ეს არის მთავარი შემჩერებელი. ჩვენ ვიცით, რომ აი ამ ექსპანსიის, რომელიც 200 წელია ხორციელდება რუსეთის მხრიდან და ახლა უფრო გამძაფრებულია და მისი მდგომარეობა სავალალოა. ბჭყალებში ჩვენთვის შეიძლება სასიკეთო ჩვენი მტრის მდგომარეობა სავალალო რო არის. ამასთანავე ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კგბ-ს ორგანოებში
კგბ-ში პირდაპირ არის განყოფილება, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ ქართული განყოფილება, რომელშიც ამ დეპარტამენტში, რომელშიც პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, არის განსაზღვრული და ხელფას იღებს ხალხი იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეასუსტოს, დემოკრატიას ზუსტად რომ აქ გაქრეს, ისეთივე პროცესები წარიმართოს და ვაკხანალია იყოს როგორც ასე ცხელ ცივი ცეცხლი ჰიბრიდული ომის ყველანაირად დაგეგმილი მოქმედებები, რომელშიც ხელფას იღებს ივანე პეტრე ვინმე და ის არ შეჩერდება ღამით თუ დღისით. ახლა ჩვენ ეთერში ვართ, სპეცსამსახურები ებრძვიან საქართველოს და ის სპეცსამსახურები, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის სპეცსამსახურეები ჩვენ გვიცავენ პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას მე არ ვარ დარწმუნებული ჩემი სპეცსამსახურების ამ ასე ვთქვას ამაში ჩართულობაში დადებითი მხრიდან რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდა პრინციპში ის მუშაობს პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას ოლიგარქზე და ქართულ ოცნებაზე როგორც სუსი იქნება კონდაზორვა იქნება თუ სხვადასხვა ორგანოები და ამასთანავე ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ეს არასოდეს არ შესუსტდება ხალხო ჩვენ უნდა გამოვავლინოთ საზოგადოების ერთიანობა. ბიძინა ივანიშვილი არაფრის გამკეთებელი უკვე არ არის სასიკეთოდ ის უკან დაიხევს არ დაიხევს არ არის მთავარი არის რომ ჩვენ გქონდეს დღის წესრიგი ოპოზიციას საზოგადოებას სამოქალაქო სექტორს ერთად შეკრულებს ჩვენ დაუწესოთ დღის წესრიგი უკვე ეს როდესაც სანქცია არის ჩვენს დღის წესრიგზე წამოყვანა ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს არის ომი შეიძლება ბრძოლა ომი თუ ინიციატივას დაკარგავს ასე ვთქვათ მხარე მაშინ იწყება წაგება ამ ომის რომ იცოდეთ და ახლა კი სათქმელი აქვს ქართულ ოცნებას რას მოიმოქმედებს ამ დიდი სანქციების საწინააღმდეგოდ გასაგებია რომ დიდი ფულია შავი ფული რომელსაც ებრძვის მსოფლიო თანამეგობრობა რომელშიც ტრიალებს ის 150 მილიონი რომელიც სადამ ხუსეინმა კი არა და მართლა ალბათ ასად გეყურად 150 მილიარდი და იქ მალე მოსკოვი გახდება ასე გაქცეული პოლიტიკოსების ნუ პრინციპ შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის იმაში დაბრუნდა ამპლუაში როდესაც გახსოვთ და ესპანეთის კომუნისტები რო შეიფარა გახსოვთ ეს ყველაფერი და ოღონდ კომუნისტები ამათთან შედარებით შეიძლება ითქვას ანგელოზები არიან მართლაც რა ეს არის ხალხი რომელიც კომუნისტების შთამომავლები ბოლშევიკები ესენი არიან ბოლშევიკები და იქ მოსკოვშია კიდე ბოროტების საწყისი და პრინციპში მოსალოდნელია რომ რუსეთის ფედერაცია რაღაცა ფორმით და ძირითადად მისი სპეცსამსახურების გამოყენებით რომლის ნაწილი ბაზირებს საქართველოში და სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილიც მათთან თანამშრომლობს თქვენ მაინც ფიქრობთ რომ ისინი შეეცდებიან რაღაცა სიტუაციის არევას აი როგორ წარმოგიდგენიათ რა ფორმით შეუძლიათ მათ ამ სიტუაციისარევა რაში დაეხმარებიან რეჟიმს და გასაგებია თქვენი პოზიცია რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან ის ასე ვთქვათ ბუფერი ის ძალა რომელიც შეაჩერებს ამ რუსულ იმპერიალისტურ ასე ვთქვათ გამოხტომებს მაგრამ მაინც მეტი კონკრეტიკა რომ აქ არიან პროქსი ძალები რა რომლებიც მოქმედებენ საქართველოში უკვე ღიადად შეიძლება ასე ითქვას პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში რაღაც 2% თუ რაღაცა მიიღეს ამ ხმები ამ ხალხმა ეს არის პროქსი ძალები რომლებსაც ქართულმა ოცნებამ რეალურად გააკეთა ექსპროპრიაცია გაუკეთა ამ მომრჩევლის ასე ვთქვათ შეიძლება ასე ითქვას რა შავად ვიტყვი რომ და მათი ხმები ქართულმა ოცნებამ დაიწერა ის ძალები შეაჩერეს ჩვენ ვიქნებით ის ქართული ოცნება რომელიც გაატარებს თქვენს ინტერესებს ასეთი დაინტერესება გამოავლინეს მოსკოვის მხრიდან ხოლო მოსკოვს შეუძლია აი დარწმუნებული ვარ როგორც პრაქტიკულად ამ ომის პერიოდში რომელიც მას აქვს უკრაინასთან როგორი ეს შესაძლებელი ვარიანტია ესეთა განვიხილოთ როგორაც მიეხმარება აქ სიტუაცია დაალაგება იქნება თუ არება იქნება ეს თვითონ ისე გადაწყვეტს რომ არაფერი რაღაც ინფანტილურობა მოსკოვსაც არ ჭირს რომ იცოდეთ არავითარი ჰუმანიზმს სარაყბებო ის საწყალი ხალხი და ასე შემდეგ არ იფიქროთ ის რომ არასოდეს არ ვიფიქროთ ის რომ მოსკოვი რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ მხრიდან რომ ქართველი უყვარს ან არ უყვარს არაფერი არ არის უკვე მათ დადებული აქვს დოქტრინა რომელშიც ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ ხალხო სახელმწიფოც არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო აქედან
გამომდინარე ისინი მიყვებოდნენ ამ რეჟიმს და ამ დღის წესრიგს და რეალურად პრინციპში ასრულებდნენ იმას, როგორც ჰქონდა დაგეგმილი იმ მომავალი საბჭოთა კავშირის შექმნა, ფორმის მიხედვით, ესე რაღაცა ყოფილი საბჭოთა კავშირების გაერთიანება და რომელშიც ბელორუსიის პრეზიდენტი ჩამოდიოდა ხან აფხაზეთში, ხან დადიოდა, ხან ურეკავდა. ეხლა ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან ცნეს ერთმანეთი რუსეთმა, რა უნდა ეცნოდა ჩვენ არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ბელორუსი და ის ქვეყნები, რომლებიც რეალურად ამ რეჟიმთან არიან რეჟიმულად დაკავშირებული, აქ არის ერთი რამე გასათვალისწინებელი. მოსკოვი თავის დღის წესრიგი გაწერილი აქვს უკვე და მოქმედებს, მაგრამ ჩვენ როგორ შევხვდებით ამ ყველაფერს? ჩვენ შევხვდებით ზუსტად რომ გაერთიანებით, ესაა უმთავრესი მომენტი. სხვა ვერაფერი ვერ დაგიცემთ და საერთაშორისო პარტნიორების ხარდაჭერით საქმე ისაა დავამატებდი, ჩემო კარგო, რომ საქმე რაშია ბატონებო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამათ უნდა დაეტოვებინათ საქართველოს პარტნიორების გარეშე, რომ ასე თითქოს და ნეიტრალიტეტი და ეს არის მოგონილი, ასეთი რამ არ არსებობს რა ბუნებაში, რომ ასეთი მოცემულობა გქონდეს და ასეთი ნეიტრალურობა ითხოვა. აქ არის დიდი ინტერესები ჩადებული და არავინ არაა ბავშვი და ცოტა იმიტომ ვეუბნები ჩამოვიდნენ ციდან ეს ხელისუფლება, რომ უფრო დაცემა არ იყოს თქვენთვის ძალიან თქვენთვის მართლა თუ არ ვამბობდე, რომ არ იყოს ძნელი და არ იტკითა. რუსეთი რაც არის, მე მიკვირს კიდევ რომ დღეს 2024 წლის ბოლოს ჩვენ საქართველოში გვიწევს იმაზე საუბარი თუ რა არის რუსეთი. ვინაიდან ბოლო 200 წლის ისტორიიდან ჩვენ ხედავდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატს, ჩვენ ხედავდით როგორ ებრძოდა ცარისტული რუსეთმა როგორ მოახდინა საქართველოს ანექსია, როგორ მოახდინა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაუქმება, როგორ მოახდინა ქართული ენის გაუქმება, როგორ და ასე შემდეგ უამრავი და ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, როდესაც აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 2008 წლის ომის შემდეგ და დღეს კიდე ამაზე ვსაუბრობთ. მე მინდა ერთი რამე აი ესეთი რამე გკითხოთ. ჩვენ საუბრობდით ხოლმე და ვამბობდით, როდესაც გვეკითხებოდნენ თქვენ რა გეგმა გაქვთ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, თუ როგორ უნდა ასე ვთქვათ, გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ჩვენ სამ პუნქტს ვასახელებდით. ერთი ეს იყო, რომ ჩვენი ყველასი საქართველოს მოქალაქეების ზეპარტიული სახალხო პროტესტის უწყვეტობა, ეს იყო აუცილებელი საფუძველი და დღევანდელი გადაწყვეტილება აი ამ საფუძველის შედეგია. მეორე უნდა ყოფილიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეალური ქმედითი და მყისიერი თანადგომა და ვხედავთ ბოლო ასე ვთქვათ 10 დღის განმავლობაში და დღეს როგორც თქვი საბოლოო ლუსვანი ჩაარტყა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინას ჯერჯერობით და არაფერს არ ვერჩი ფიზიკურად, მაგრამ ის ასე ვთქვათ ვირტუალურ პოლიტიკურ ვირტუალურ ასე ვთქვათ სასახლეს კუბოს და მესამე რაზეც საუბრობდით ეს იყო უკვე საბოლოო პოლიტიკური ასე ვთქვათ ყოველი კრიზისი რაღაცა პოლიტიკური ასე გადაწყვეტით უნდა დასრულდეს, ხო? ჩვენ მოქალაქეებს რატო არის აქციები ზეპარტიული, ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებს არ სურდათ და არ სურთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიებას ეს საპროტესტო ტალღა და ალბათ გარკვეულწილად გულაცრუებულები იმედ ასე ვთქვათ არ აქვს იმ პოლიტიკური პარტიების იმედი, ვინც გადალახა 5%-იანი ბარიერი და ეგრეთ წოდებული ბარიელ გადალახული პარტიები. ბოლო ორი დღეა უყურებთ კიდევაც როგორ დახოცეს ამ პარტიებმა ჯერჯერობით შორიდან იყვნენ ერთმანეთს სახელმწიფო დაფინანსების შესახებ. ზოგიერთი იძახის რომ მე ვარი განვაცხადებ დაფინანსებაზე, ზოგიერთი სხვანაირად კბეს, ყველამ თავის დამფინანსებელს მიხედოსო და ყოველ შემთხვევაში მიდის უკვე სიბინძურის კორიანტელის შეყრა ერთმანეთზე. ფაქტია, რომ ამ პარტიების უმრავლესობამ 99%-მა უარი არ განაცხადა სახელმწიფო დაფინანსებაზე და ეს როგორც არ უნდა გააправონ იმით რომ ეს ხალხის ფულია, ეს ხო არ ეკუთვნის ივანიშვილს თუ ასე შემდეგ, ხელფას როცა იღებთ პარლამენტის და როცა პარტია იღებს დაფინანსებას, ეს გარკვეულწილად მე მგონი ჩემი აზრით, ეს პირადი ჩემი აზრით ცოტა ამორალურია, როდესაც ვებზვით რეჟიმის დამარცხებას. მაგრამ შეკითხვას დავუბრუნდები, ანუ მესამე ფაქტორი არის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხალხი არენდობა მოქალაქეთა უმრავლესობა, მოდი ასე ვიტყვი, არენდობა ამ რამოდენიმე კოალიციას, რომელმაც გადალახა ბარიერი, მეტნაკლები უნდობლობა აქვს, რა თქმა უნდა.
რა არის გამოსავალი თქვენი საზრით? ვის უნდა დაერკნოს საქართველოს მოქალაქეები? გასაგებია რომ ეს არის ის წამყვანი ძალა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიყვანა და თითოეულ ჩვენ თაგანს და იმ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა, ვინც აი ამ 30 დღის განმავლობაში სიცივეში, დარბევებში, დაპატიმრებებში, ძალადობის და ყველანაირი უბედურების პირობებში მაინც ყოველ დღე ვიკრიბებით არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სწორედ ამ ჩვენმა სახალხო ზეპარტიულმა პროტესტმა გამოიწვია აი ამ სანქციები და შედეგად. მაგრამ რა არის ამ კრიზისის პოლიტიკური შედეგი? როგორ უნდა გადავჭრათ? ვინ უნდა გამოვიდეს ფლაგმანი ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისას? როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს პოლიტიკური კრიზისი, მოგეხსენებათ თითქოს და დასაწყისი იყო ესეთი პოლიტიკური, თითქოს და პოლიტიკურმა პარტიებმა, რა თქმა უნდა, მათი მოვალეობა და იყო და პასუხისმგებლობა, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და საპარლამენტო პრინციპში კრიზისად ჩაითვლებოდა და ითვლებოდა, სანამ ჩვენ არ შევედით აი ამ დიდ უფრო კრიზისში, როდესაც განცხადება გაკეთდა ბატონებო, რომ ჩვენ ყობახიძის რომ ვექტორს იცვლის მერეს მეორე დღეს არ იცვლის ასეთი საუბრები რომ იყო ხალხი უკვე აი ამ მომენტიდან გარდაიქმნა უკვე პოლიტიკური მოთხოვნით და საზოგადოებრივ პოლიტიკურ დიდ ძალად იქცა სადაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთო მე ძალიან ვიყავი ასე ვთქვათ მანამდე პესიმისტურად განწყობილი ამათი წლის საზოგადოებრივი სამოქალაქო სექტორის მიმართ პრინციპში არა იმ ხრივ რომ დაუშვათ არ მჯეროდა რომ რაღაც საზოგადოებრივი ძალები არსებობენ და ხალხში არის მუხტი სამოქალაქო არამედ იმიტომ რომ ეს ხელისუფლებამ სრულად ხელი ჩაიქნია გვეწინააღმდეგებოდა დაფინანსებებზე აი რუსული კანონით შემოგვიღო როგორც გახსოვთ ყველანაირად ებრძოდა სამოქალაქო სამოქალაქო აქტივისტებს და აქტიურობას მაგრამ სწორედ ამან გამოწორთო როგორც ახალგაზრდები ასევე შუა ასაკის როგორც ასევე ჩვენი ასაკის ჩემი ასაკის შეიძლება ითქვას ადამიანები არ აქვს მთლიანად საზოგადოება გამოწუთო ჩვენ და ჩვენ ვეყრდნობით ახლა არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს არამედ საზოგადოებას სადაც პროფესიული მომენტებიდან გამომდინარე რა პროფესიის ხალხი არ გამოვიდა და ჩაერთო იმ აქციებზე რომელიც მოდიოდნენ პარლამენტთან ვინ არ რომელი პროფესიაც და მხარეები და ხალხი ასე ვთქვათ ინტერნაციონალური შეიძლება ბჭყალებში თქვა ხალხთა მეგობრობის აქციაც კი იყო სხვადასხვა საქართველოს ეროვნული უმცირესობები ვინც იყვნენ და ასე შემდეგ ყველა უმცირესობამ გამოხატა თავისი აზრი არამავე დროს ყველა პროფესიის ადამიანმა და საერთოდ მიყვეს რომ პროფკავშირები რო არ ჩანან აი ეს მართლა ამის შემდეგ მინდოდა რაღაც ახლა კი არ მინდა განვიხილო რომ მთლიანობაში პროფკავშირის სიტყვა გასაგებია რომ სოციალური და რაღაც ხელფასების გაზრდას არ ვითხოვთ მაგრამ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციას მაინც უნდა დაიფიქსირებია თავისი აზრი ექიმები გამოვიდნენ ხო ეთქვათ რომ ეს ექიმები რაღაც პროფკავშირები რაღაცა ვიღაცა ეს ადამიანის უფლებები მაინც იკვეთება მე ასე მგონია ამ პროფკავშირებთან და რა მინდა ვთქვა სწორედაც რომ აი ამ საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავში და ის პარტიები რომლებსაც აქვთ უზურპირებული ისინიც თავისებური რაღაცნაირად ისინი არიან რა ასეთი მონოპოლისტები ამ პოლიტიკურ ველზე შეძლონ და დაინახონ ერთმანეთში კი არ იბრძოლონ როგორც მანამდე ბრძოლდა ანუ გამოხატონ ერთიანი პლატფორმა შექმნან და ამაში მე მგონი ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა ის პარტიები რომლებმაც ვერ გადალახეს და აქვთ 2% 1% არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივი აქტივისტები ამ მთელი ის რომელიც გამოვლდნენ ამ იმაზე ეს სიტყვა არ მიყვარს იმიტომ რომ ოლიგარქი იყენებდა ხოლმე მაგრამ ნუ ჩაგეკითხებით დავუშვათ კი არა ასე იქნება დაინიშნება ახალი არჩევნები დაინიშნება ეს არჩევნები გარკვეულ ვადებში ჩვენ გვჭირდება ძირითადი ორი პრობლემა რაც არის ამ არჩევნებთან ზოგადად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან ეს არის საარჩევნო ადმინისტრირება ანუ ადამიანები ვინც ითვლიან ხო ჩვენს ხმებს საუბნო კომისიების საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისია აი ამ კუთხით რა სიტყოდით და მეორე აქვე შეკითხვა დღეს ანუ დღევანდელი კანონმდებლობით ბარიერი არის 5%-იანი გადასალახი ბარიერი ხომ არ ფიქრობთ ხომ არ თვლით რომ თქვა ბარიერიან ჩამოსაწევიან რაღაცა ფორმებია შესაძლებელი საარჩევნო აი რას ფიქრობთ საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით
საქმე იმაშია, რომ სწორედაც რომ საარჩევნო პირობების არადემოკრატიულობამ გამჭვირვალობის არქონამ მიიყვანა საქართველოს სწორედაც რომ ამ დრომდე დღემდე რაშიც იმყოფება, მიიყვანა პოლიტიკურ კრიზისამდე. რას ითხოვს ხალხი? ხალხი ითხოვს გამჭვირვალობას, დემოკრატიულ მართლობას, სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი. ყველაფერი ამანაც მიიყვანა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგანაც სასამართლო არ არის პირველ იმაში მოთხოვნებში, ახლა და ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთ-ერთი უმთავრესი. ბატონებო, ყველაფერმა ამან ერთად შექმნა ის კრიზისი, სადამზეც ამ ხელისუფლებამ მიგვიყვანა უპირველესად, რადგანაც ის იყო ასეთი ორგანიზაციულად დღის წესრიგის შემომტანი და შემომგდები ყველა მიმართულებით და მიიღო ის, რაც მიიღო. ხოლო ის, რაც არის ჯერ ერთი პირველ რიგში დაწყებული, რომ დატოვეს ხალხი, ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ვარას ოპოზიციამაც რატომღაც ასე მოიქცა, ну არასწორად, როდესაც მაშინვე არატეხეთ მთელი ამბავი, როდესაც პარიზში იყო ერთი უბანი, ვარშავაში და იქ დანარჩენი იმაში როგორ უნდა გამოსწორდეს 200,000 ადამიანი დატოვეს, წარმოიდგინეთ, მაშინ უნდა გამოსწორდეს. ალბათ გაცილებით მეტი 200,000-ზე მეტი, როგორ უნდა გამოსწორდეს? უმთავრესია, რომ ჩვენ არ ვენდობით ოპოზიცია მთლიანად 100% არ ვენდობით. მიუხედავად იმისა, იღებენ ხელფასებს, არ იღება ეს რა თქმა უნდა ამორალური სანქციაა, მაგრამ ვიტყოდი რომ არ ვენდობით. აი ეს უკვე არის იმის დან არენდობა ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობა. არენდობა რას ნიშნავს? ჩვენ ვითხოვთ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კურირების ქვეშ და თვალყურის ქვეშ მოხდეს არჩევნების ჩატარება. ჩვენ სხვა გზა არ აქვს. ჩვენ ამ საარჩევნო კომისიას, რომელიც ცენტრალურ კომისიას ვერ ვენდობით, იმისგან გამომდინარე, რაც მან გააკეთა, ეს არის სრულიად ისეთი შესრულებული და დადგმული სპექტაკლი, რაც გაგვიკეთეს და დაიწერეს რაღაც ქულები და ამურჩეველთა ხმები მიიღეს, რომ წარმოუდგენელი სპექტაკლია. ამიტომ მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიღაც თქვას, რომ ვერ ამტკიცებ თქვენ ამას და რაღაც ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, აი ამინდა თქვა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, შემოკარგებო. თუნდაც ასეთი გიჟი ოპოზიცია ყავდეს ჩვენ, ხო? თუ არ არიან ასეთია, შენი ოპოზიცია პირველ რიგში პოლიტიკის ხელისუფლების ვალდებულება, რომ გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან. მან უნდა გადადგას ნაბიჯი პირველ რიგში და მათი გადადგმის ნაბიჯი არაადეკვატურია იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათი წინადადებები, მათ უნდათ როგორ იცით, აი ესე გაწელონ დრო და ეს არჩევნები ხახვივით შეინარჩუნონ, ასე ვთქვათ რა. მაგრამ ეს არ მოხდება რა. ეს არის სწორედაც რომ აი ეხლა სანქციებმა, რომელიც დროულად დაარტყა სწორედ იმ ხელმძღვანელს, ვინც ხელმძღვანელობს ამ სპექტაკლს, რომ შესაძლებლობა გვექნება აწი რომ ჩვენ უყუროთ თუ როგორ ვიპასუხებენ აწი. ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში ეს დღის წესრიგის წამყვანი. ჩვენ ნელ-ნელა დაახლოებით გვინდა რომ 7 წუთში დავასრულოთ ჩვენი საგანგებო დღევანდელი ეთერი. დავასვენოთ საქართველოს მოქალაქეები და ყველამ ერთად რო აღვნიშნოთ ეს სანქციები. ორი შეკითხვა მინდა და აი ამით რო დავასრულოთ. პირველი, რას ეტყოდით ქართული ოცნების იმ აქტივისტებს, მხარდამჭერებს, რომლებიც იყვნენ ჩართული რიგ მოდი ესე ვთქვათ არათლად კანონიერ მოქმედებებში, რომლებიც ახლა სხედან და შეშინებულები არიან. ფიქრობენ რომ ვთქვათ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ დაასჯის. და ამის შიშით ეხლა არიან ასე ვთქვათ გამგელებულები და ხოც ყველაზე საშიში არის ვირთხა, რომელიც კუთხეშია მიმწყდეული, ის ტრიალდება, ორფეხზე დგება, გადმოდის აგრესიაზე. არავის არ ვაყენებ ამით შეურაცხყოფას, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე. აი, როგორ მიმართავდით ქართული ოცნების აი ამ ტიპის აქტივისტებს? არა ამ მომრჩეველს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო მეტნაკლებად არაკანონიერ, მოდი ესე ვთქვათ, მოქმედებებში. უბრალოდ მინდა ამ მადლობა ამ კითხვის და გავამახვილო ზუსტად საიდან დავიწყო. რეალურად იმ ოცნების მხარდამჭერებს, რომლებმაც აი ესეთი მეორე შემადგენლობა, რომლებიც არიან, ისინი დიდხანს
კი არ ფიქრობდნენ, არ უნდათ მათ მონაწილეობა შეიძლება, მაგრამ მათ ისინი არიან შანტაჟის შვეს, რადგანაც მათ ამათ დიდ ელიტებთან, დიდ ელიტა ქართული ოცნების ელიტასთან ერთად, მონოპოლისტებთან ერთად პოლიტიკური და ეკონომიკური და ბიზნეს მონოპოლიას, რომელსაც ფლობენ ხელში, გააკეთეს ფული, პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ, აქ არაფერი არ არის დასამალი, გააკეთეს ფული და იმ ფულის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ არავინ არ გააკეთებინას ქართული ოცნების ხელმძღვანელობისგან ზეწოლა, შენ ჩემთან ერთად ფული გააკეთე, მე გაგაკეთინე, მე გაცხოვრე, მე გაგხადე კაცი, კაცად მიგაქცე და შენ უნდა წამოხვიდე ასეთი არაპოპულარული ქმედებები უნდა გააკეთო. აი ასეთი ქცევისთვის უბიძგებდა და მათ გადადგეს ის ნაბიჯი, ზოგმა ასე ვთქვათ, ფინანსური ვარიანტები გაიღო ფული ბიზნესებმა, ახლა ბიზნესმენი და ბანკები და მისი ფინანსური ჯგუფები ხო არ მოვლენ და ქუჩაში ჩვენ ხო არ დაგვიწყებენ ჩხუბს, არიან ისეთებიც, რომლებიც არიან ზონდერ ჯგუფები, რომლებმაც ძალიან ცუდი სახე აჩვენეს და ეს არის გადმონაშთი ბატონებო, ყველა დროის ავტორიტარების ყავს ზონდერ ჯგუფები. აბა წარმოიდგინეთ ასეთი რამ სადმე ევროპაში თუ გინახავთ თქვენ ზონდერ ჯგუფი თუ არის, ეს იყო იტალიის ფაშიზმის დროს. წარმოგიდგენთ, ეს იყო ფაშიზმის დროს, ეს იყო ბოლშევიკებთან ბრძოლის სიტუაციაში. ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანებს ძალიან მარტივად აუხსნათ, რომ ჩვენ ყველანი ვართ მომხრე იმისა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს გამჭვირვალე თანასწორი სასამართლო სისტემა, რომელიც აი ამ სასამართლო სამართლებრივ ჩარჩოში განიხილავს ამა თუ იმ საკითხს თუ აი რისი ეშინოდეს ამ ხალხს ან პირიქით რისი არ ეშინოდეს. აი ზოგჯერ არის ამ საკითხში მე ჩავთავდი ერთ მომენტს რა, ეს ძალიან ძნელი შესათანხმებელი შეიძლება ვიღაცას ეჩვენოს რა. ჩვენ ვინც ვართ პრინციპში აქეთა მხარე, ჩვენ ვართ იდეის გარშემო გაერთიანებული, ჩვენი დამარცხება ძნელია ხალხო. ჩვენ არა ვართ პირდაპირ მიბმული ფულზე რომ იცოდეთ რა, როგორც თქვენ. მე უბრალოდ მოგმართავთ რომ ბევრი ხელისუფლება წასულა და წაუყვანია თავისი აქტივი იმ პოლიტიკურ სანაგვეზე, რომლებიც წაიყვანა და აქ პოლიტიკური სანაგვეზე წასაყვანი ძალიან არეული ჯგუფი ყავთ თქვენ რო იცოდეთ რა, ეს ქართული ოცნება რომელიც მანამდე ნაწილის ნაციონალური მოძრაობა იყო, ეს მედგმეხვალიე ხალხი, ჩვენ კიდევ ვართ ის ადამიანები, ვინც იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებების დაცვა, ეს უმთავრესი და ამავე დროს თავისუფალი სასამართლო და მრავალი კიდევ საკითხები, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რა რეჟიმიც არ უნდა იყოს საქართველოში და ამას ეწინააღმდეგება ეს ხელისუფლება. რეჟიმი აღარ იქნება დემოკრატიული მმართველობა, ამიტომ მინდა გიგიშა რომ უთხრა ამორჩეველს, აი მათ მხარდამჭერებს ვიც უწევ და იჭერდა ამავე დროს უჭერდა მხარს, რომ თქვენ გაგიცრუბრდათ იმედები, რადგანაც ეს არის კრიზისის მთავრობა ხალხო, კრიზისის შეყვანის, ჩიხში შეყვანის მთავრობა და ხელისუფლება. ამიტომ ჩვენი ვალი იქნება გამოვიყვანოთ ეს ჩვენი იქნება, მართლაც მასე მოხდება, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ და საზოგადოებამ უნდა აიღოს ის ალამი დემოკრატიის რა, რაც არის და არ დავთმოთ. რა მომენტიც არ უნდა ეს პოლიტიკური საზოგადოება იქნება, ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოება, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიული საზოგადოებები თუ ვინც იქნება, მოკლედ იყოს საქართველოს ხალხი. ბატონო, ჩვენი აზრით სამწუხაროდ და ტრაგედია იმაშია და ალბათ აუცილებლობაც იყო, რომ ამ რეჟიმმა პრინციპში შეიწოვა ყველა წინა რეჟიმის ყველაფერი ნეგატიური და ფაქტიურად ეხა რაღაცა დოზით აი ქაფს რო მოხსნი ხო, ანუ დუღდება რაღაცა კერძი და აი ქაფს რო მოხსნი, ალბათ ესეა ეხლა გასაკეთებელი, ვინაიდან არც ერთ ამ რეჟიმის წარმომადგენელს წესით ენა აღარ უნდა მოუბრუნდეს წინა რეჟიმებზე. მე კიდევ ერთხელ წინა რეჟიმების დამსახურება ამ რეჟიმის არსებობა, მაგრამ ნუ რაღაცა წერტილი უნდა დაესვას ამას დემოკრატიული არჩევნები და გასაგებია რომ ეს ერთ შვენიერ დილას ყველაფერი არ შეიცვლება, ამას დრო ჭირდება, რეფორმები ჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ კი არა და ზუსტად ვიცი რომ ამას ჭირდება ახალი სახეები, ახალი ენერგია, ის ადამიანები, ვინც გულწრფელად იმუშავებს აი ამ რეფორმების განსახორციელებლად. და ბოლო შეკითხვა. შედგება თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, სალომე ზურაბიშვილი ჭეშმარიტ სახალხო ლიდერად თქვენის აზრით, ვინაიდან აქამდე ჯერჯერობით ის ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ აი ამ 5% გადალახულ კოალიციათა ნაწილს, რომლებიც ჩემის აზრით მას იყენებენ გარკვეული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად, რაც
რაშიც ცუც პრინციპში ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ თუ პრეზიდენტი დაეკნობა მხოლოდ ამ კოალიციებს, შედგება ის ჭეშმარიტ სახალხო ლიდერად მიაღწევს ეს ერთობა რამეს თუ მაინც ურჩევდით პრეზიდენტს ცოტა რაღაცა შეეცვალა ფორმატი. დიახ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში, მართლაც აი მოსაწონი ჩემთვის მოგეხსენებათ რომ რეალურად შეიქმნა ესეთი შექმნა თითქოს და ცენტრი რომელთანაც უნდა ურთიერთობა დაემყარებინათ ამ პარტიებს ამ პოლიტიკურ საზოგადოებას ნაწილებს ისტებლიშმენტს მაგრამ რეალურად მთელი საზოგადოების გამოხატულება მაინც არ არის პრინციპში შეიძლება ასე ჩაითვალოს რაღაცა განყენებულად არიან ის პარტიები რომლებიც 5% ვერ მოაგროვეს ეს პოლიტიკური სპექტრია ამავე დროს და რაღაც მინუსი ეს არის პირდაპირ ამისთვის შეიძლება უთხრათ საყვედური მართლაც მართლა სასაყვედუროა იმიტომ რომ თუ უნდათ ნამდვილი პლატფორმა შეიქმნას იქ თლიანად სახალხო პლატფორმა უნდა იყოს სადაც შეძლებენ ყველა მიურთიერთობას და არა რაღაც გადალახულმა პარტიებმა თითქოსდაც იმის აღიარებაა რომ ისინი ფლობენ ქუჩაში პრეზიდენტის მხრიდან ქუჩაში ფლობენ ისინი გამოიყვანენ თუ არა საზოგადოებას ეს კი არ იციან რომ ალბათ და იციან და მაინც რაღაცნაირად არასწორი გზით მიდის ქალბატონი მაინც მეც ვერც ვიტყოდი რომ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველანი გავდივართ რუსთაველზე და სხვა ქალაქებზე მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა ამაშია საქმე და თუ უნდა რომ 29-მდე გახდეს თუ არ გახდეს ეს სხვა საკითხია წავიდეს პრეზიდენტობიდან დარჩეს პრეზიდენტად იქცეს სახალხო ლიდერად ანდაც და ამავე დროს დარჩეს და იქ მერე ქართულმა ოცნებამ დაუშვათ რაღაც პოლიციური ქმედებები განახორციელოს და რაღაც ოპერაციები ეს სხვა საქმეა მაგრამ ყოველთვის და ყოველთვის მე ვიტყვი ერთ რამეს და თუ უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები თანასწორობა დამოუკიდებელი სასამართლო და ნამდვილი სახალხო მმართველობა ეს მაშინ ხდება მეგობრებო როცა ყველა სეგმენტი არის ჩართული და პრეზიდენტს ასე მიმართავთ სწორედ ყველა სეგმენტი უნდა იყოს ჩართული და იმედია რომ ასეც გიქნება თუ მიმართავთ უფრო დაჟინებით მე თანახმოვარ იმაზეც რომ თუ საქმეზე მიდგა მართლა პირდაპირ ეთერში გავაცხადებ რომ მივიდეთ და იქ თლიანად 500 კაცმა კარგად დაუკაკვნოთ მაგ პრეზიდენტს გეუბნებით რა აუცილებლად ბატონო ზაზა ყოველთვის როდესაც ჩვენს პირდაპირ ეთერში თქვენ ხართ განსაკუთრებული ემოციით განსაკუთრებული ექსპერტული შეფასებებით და ენერგიით საუბრობთ რაზეც გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბიძინა ივანიშვილს ალბათ ეძინა როდესაც გაკეთდა დღევანდელი განცხადებები სახელმწიფო ხაზინის მიერ არ ვიცი გააღვიძეს თუ არ გააღვიძეს ვინაიდან ცუდი ამბის მიმტანს ყოველთვის ასეთ ავტოკრატიულ რეჟიმებში პირველს თავს აჭრიან. ყოველ შემთხვევაში დილა გაუთენდება ძალიან მწარე და დღევანდელი გადაცემა საგანგებო ეთერი მინდა დავასრულო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადების და ამონარიდით. ჩვენ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ქართული ოცნების ქმედებებს, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველთა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები მტკიცედ ააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს. ამით დღევანდელი ჩვენი საგანგებო ეთერი დასრულებულია. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. კარგად გზანდებოდეთ. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. მადლობა ბატონო. კარგად გზანდებოდეთ.